მარი ფხალაძე 13 წლისაა და 13 ოქროს მედლის მფლობელია. წარმატებული სპორტსმენი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების წევრია. ის მძლეოსანია და 8 წელია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს. მრავალი შეჯიბრის პრიზიორს ზამთრის საქართველოს ჩემპიონატზე მოგება არ გაჭირვებია. 800, 1500 და 3000 მეტრ გარბენში მან ყველა რეგიონის სპორტსმენი უკან ჩამოიტოვა და ჭიათურაში 3 ოქროს მედლით დაბრუნდა. ვიყავით თბილისში საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე. გამოვედი 1999-2000 წელს და 2000 წელს დაბადებულთა შორის. გამოვედი 3 სახეში, 3 ოქრო ვიღე, კი 1500 წელს გავამჯობე შედეგები და არ ველოდი, მაგრამ გავედი პირველ ადგილას. ჩვენ ყოველდღიურად ვარჯიშობთ დღეში 2 ჯერ, ამიტომ გამოიღო კარგი შედეგი და გავედით პირველ ადგილას. შეჯიბრიდან მედლის გარეშე არც მარის და ირინა ფხალაძე დაბრუნებულა. მან 3000 მეტრ გარბენში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. შედეგი გამოიღო იმან, რომ ყოველ დღე ვარჯიშობდით და ვიხარჯებოდით. და ეხლა ვემზადებით კიდევ ამ შეჯიბრის შემდეგ ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალისთვის და ვეცდებით, რომ ამ შეჯიბრიდან ვაჩვენოთ საუკეთესო შედეგი. მარი და ირინა ყოველდღე რამდენიმე საათის განმავლობაში ვარჯიშობენ. ვარჯიში რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. პირველი მოთელვაა, მზადება ძირითადზე გადასასვლელად. შემდეგ კი დასკვნითი ნაწილი, ვარჯიშის შეჯამებაა. ძლეოსნობაზე სულ 15 ბავშვი ვარჯიშობს. მოსამზადებელში ძირითადად მოთელვებს აკეთებენ, ემზადებიან ძირითადი ნაწილისას, ხურდებიან, რომ მზად იყვნენ ძირითადზე სამუშაოდ. აქ შედის სხვადასხვა ვარჯიშებები, გაწელვები, სხვადასხვა სპეციალური ვარჯიშები, ეგ სპეციალური არის მუხლისთვის, ხელებისთვის, ტერფებისთვის, სხვადასხვა მრავალსახეობის ვარჯიშებები. ძირითადად მუშაობთ დროში. სირთული არის გამძლეობაზე, თქვათ გამძლეობაზე რო გავს ლაპარაკი, იქ უნდა მთელი ენერგია ჩადონ. ამის დროის მიხედვით რაც შეიძლება მობილიზებული უნდა იყოს და მთელი დაიხარჯონ ბოლომდე მუშაობაში. ყოველდღიურად ვარჯიშობ, ვაკეთებ სხვადასხვა სახის მოძრაობებს. და მეც მინდა რომ გავხდე ოქროს მფლობელი. სპორტის ამ სახეობაში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დროა. ციცო ბოყოველი წამზომის მეშვეობით სპორტსმენების შედეგებს აფიქსირებს და წინასწარ გამოაქვს დასკვნა, თუ რა შედეგით დაასრულებს მისი მოსავლე ამა თუ იმ შეჯიბრს. ძირითადად ამ სახეობაში დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თქვათ აღნიშნავდი მარიზე 1500 მეტრში ყველაზე საუკეთესო შედეგი აქვს ამ მონაკვეთზე. თუ საკონტროლო ვარჯიშზე ეს საუკეთესო შედეგი არ მიჩვენა, იქ მედლებზე ზედმეტია ლაპარაკი. და ამისთვის ეს ყველაფერი საერთო ფიზიკური მომზადება და ეს 3 ეტაპად რომ შედის, ეს ჩაქსოვილი არის ყველაფერი საკონტროლო ვარჯიშზე. საკონტროლოზე მიჩვენებს შედეგს, თავისთავად მოიპოვებს მედლებს. ციცო ბოყოველი 25 წელია სპორტის სამსახეობაში სპორტსმენებს ავარჯიშებს. ის ჭიათურის მუნიციპალიტეტმა სპორტში ჭიათურის მასშტაბით ყველაზე წარმატებულ ქალად დაასახელა. მთელი ჩემი შრომა რაც დაიხარჯა, დამიფასეს და ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული, რომ შემდეგში მე ხარისხიანად გავაგრძელო მუშაობა და წარმატება მოვუტანო ჭიათურას. კაცრი თუმცა სამართლიანი, შრომის მოყვარე და თავის საქმეზე შეყვარებული, ასე აფასებენ მწვრთნელს მისი მოსწავლეები. კარგი მწვრთნელი გვყავს და ყოველთვის იხარჯება ჩვენთვის და თუ რამე ხა გვეჩხუბა ან რამე ისიც ჩვენთვის. და ვთვლი, რომ ჩვენი მასწავლებელი არის წარმატებული მასწავლებელი. როცა შენიშვნებს გაძლევს, იმას ვითვალისწინებ და შემდეგში ვაუმჯობესებთ შედეგებს და ძალიან კარგია, რომ ჩვენი მასწავლებელი დაასახელეს საუკეთესო მწვრთნელად. იმსახურებდა ნამდვილად. ახლა ციცო ბოყოველი თავის მოსწავლეებს მნიშვნელოვანი შეჯიბრისთვის თავდაუზოგავად ავარჯიშებს. ირინა და მარი ფხალაძეები საქართველოს ღია ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან. ეს შეჯიბრი მათთვის გზა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალში ასპარეზობისთვის, რომელიც ივლისში თბილისში ჩატარდება.